გაფლანგული მილიონები აჭარაში ირკვევა, რომ ალამბარი ზენითის მონაკვეთზე საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის 1.600.000 ლარამდე დაიხარჯა. თანხები კი კომპანია სამკუთხედმა უხარისხო და შეუსრულებელი სამუშაოების მიუხედავად მაინც მიიღო. სკანდალურ დასკვნას აუდიტის სამსახური აქვეყნებს. ოპოზიციის მტკიცებით კი გზის მეორედ დაგება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად გახდა საჭირო, რადგან პირველ ჯერზე სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა. რუსუდან ჯაბანიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში ამ თემით. რუსუდან, გისმენთ. აუდიტის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ აჭარაში 4 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის დასაგებად აჭარის საგზაო დეპარტამენტმა გამოყო დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე, თუმცა აქედან 1.5 მილიონამდე ლარი თითქმის არის გაფლანგული. ირკვევა, რომ პირველ ეტაპზე საგზაო დეპარტამენტმა კომპანია სამკუთხედს, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს, გადაურიცხა 900.000 ლარამდე იმ სამუშაოებისთვის, რომელიც არ იყო სათანადოდ შესრულებული, ხოლო მეორედ გადაურიცხა 630.000 ლარზე მეტი იმ პირობებში, როდესაც არ იყო ექსპერტიზა ჩატარებული და არ იყო გარკვეული, რამდენად სწორად ჰქონდა ამ კომპანიას შესრულებული სამუშაოები. ოპოზიციის წარმომადგენლები აჭარაში ამ საკითხთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბიუჯეტის თანხები იფლანგება. მათი ინფორმაციით, სოფელ ალამბერის ზენითის მონაკვეთზე გზის საფარი ერთხელ უკვე იყო დაგებული, თუმცა ამ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილს მოეწონა 5 ხე, რომლის გადასატანადად საჭირო გახდა, რომ ამ გზის მონაკვეთი გაფართოებულიყო და ამის შემდეგ გზების დეპარტამენტმა უკვე მეორედ დაიწყო აქ ასფალტის საფარის დაგება და სწორედ ამ ორჯერ გზის საფარის დაგებაში გაიფლანგა 1.5 მილიონამდე ლარი. ჩვენ შევეცადეთ კომპანიას სამკუთხედს დავკავშირებოდით და მიგვეღო მათგან ახსნა განმარტება, თუმცა ჩვენ სატელეფონო ზარებს კომპანიაში არ უპასუხეს. პირდაპირ შავი თეთრზე ამ დასკვნაში წერია, რომ არა მარტო როცა ბიძინა ივანიშვილს ეხება, მაშინ იპარავს ფულს დაუშვათ ბიძინა ივანიშვილი და მისი მთავრობა, ამ შემთხვევაში აჭარის მთავრობა, არამედ მაშინაც კი, როცა ნებისმიერ მოქალაქეს, მაგალითად ბათუმში, ქობულეთში, ხულოში, ქედაში, შვახევში, სადაც კი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ყველგან აბსოლუტურად ფულს იპარავენ. საერთოდ დაკარგული აქვთ შეგრძნება, რომ ისინი პასუხისმგებელი პირები არიან და ხელმძღვანელი პირები არიან, რადგან ისინი კომფორტულად გრძნობენ დღეს თავს. ისინი არიან ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერილი ადამიანები, მათ ყავთ ზურგად ბიძინა, ასე ვთქვათ, ზურგი ბიძინა ივანიშვილი. აჭარის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხები 2 მილიონი ლარი გამოიყო იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის ხეების გასატანად გაფართოებულიყო გზა. მაშინ, როდესაც 1 წლის წინ ამ გზაზე მოხდა რეაბილიტაცია და 742.000 იყო დახარჯული, 1 წლის შემდეგ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილის გაეტანა აქედან ხეები, ბიუჯეტიდან 2 მილიონი გამოიყო და ამ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 2 მილიონიდან დაახლოებით 900.000 იქნა მოპარული. გზების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელები, რომლების მმართველობის პერიოდშიც გადაირიცხა ეს თანხები, არც ერთი მათგანი ახლა თანამდებობაზე არ რჩება. ისინი არიან დაწინაურებულები, ერთი მათგანი არჩილ ჩიქოვანი ახლა არის თორნიკე რიჟვაძის აპარატის უფროსი, ხოლო მეორე გიორგი რომანაძე არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ქართული ოცნებიდან. ჩვენ შევეცადეთ, ბუნებრივია მათგან მიგვეღო განმარტებები, თუ რა დამსახურებისთვის მიიღო კომპანიას სამკუთხედმა დიდი ოდენობით თანხები, თუმცა ერთ-ერთმა მათგანმა ჩვენ სატელეფონო ზარებს საერთოდ არ უპასუხა, რაც შეეხება გიორგი რომანაძე, მან გვიპასუხა, თუმცა კომენტარი და განმარტება არ გააკეთა. როდესაც გზების დეპარტამენტში იყავით, არ გაგიკეთებიათ, მე გეკითხებით 631.000 ლარზე მეტი გადაირიცხა. ჩემთან არ გაგიკეთებიათ და მე არ ვიცი თქვენი პასუხი. რატომ გადარიცხეთ 620? ამ საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე კვირის წინ პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება და საქმე მიმდინარეობს რამდენიმე მუხლით, მათ შორის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლითაც.